community post-ი დავწერე ამონათთა სადღაც, რომელშიც შეგეკითხეთ თუ რა პროდუქტები არ გიყვართ, სნექები, სასუსნაო, ნუ ასე შემდეგ და რაც დამიწერეთ ისინი ვიყიდე აქ მაგ და დავაგემოვნოთ. თუ გინდათ რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა მსგავს კითხვებში ან ასე შემდეგ, მოკლედ უნდა გამოიწეროთ არხი და აუცილებლად თქვენ კომენტარსაც შევიტან ვიდეოებში. მოდი ახლა დავიწყოთ ამის განყუთვა და ვნახოთ ყველაფერი რაც მოვიტანე. პირველ რიგში ლუქსი, რამდენად გასაოცარიც უნდა იყოს ლუქსზე თქვენს რომ მე არ მომწონსო და მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ლუქსი არის ჩემი ბავშვობა და ლუქსზე გავიზარდე და ძალიან მიყვარს ლუქსის ჩიპსი. არ ვიცი, დავაგემოვნო თქვენთან ერთად. კაპი პალპი, სხვა გემო მითხრეს, მაგრამ ბროწეული ვერ ვიპოვე და ყველაზე კაი ვარიანტი ეს ქონდა, ბროწეული ალბათ იმიტომ ვერ ვიპოვე რომ მართლა ნაგავია და არც იყიდებოდა და გონი მაგიტო ვერ ვიპოვეთ. მირინდა. ეს ვიყიდე კიდე, ეს მაინც 8 აგვისტოა და რაღაცა ლომების დღე არისო და იტოქში იღბლიანები ხართ რაღაც ისულელეები. არაყიდა პიჩენია ვიყიდე, ფანტა, ლუისის შოკოლადი ვიყიდე, რომელიც დადნა. ამაზე თქვენს რომ ძალიან ხელოვნური გემოები აქვს და მე ქოქოსის გემო ზოგადად მიყვარს ყველაფრის და ვნახოთ რამდენად ხელოვნური გემო იქნება. ვიყიდე Hello Kitty-ის TikTok-ი croissant-ი. ვიყიდე ჰელი რომ გავიგრიოლთ ყელი. კომენტარებში ესეც დაიწერა რომ ენერგეტიკული სასმელი დიდათ არ მიყვარსო და სხვათა შორის დღეს პირველად ვაგემოვნებ ენერგეტიკულ სასმელს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქამდე ცხოვრებაში არ დამილევია. შეიძლება ერთი მოყლუპო და გადავაგდო. არ ვიცი, ჩემი არ არის ენერგეტიკული სასმელი და მაგ შავი შოკოლადი ბოლოს. ბევრი რაღაც მოგროვდა. ძირს დავარდ. რითი დავიწყოთ? მოდი პირველ რიგში დავიწყოთ წვენების დაგემოვნებით, ხო? ალბათ ყველაზე სწორი ეგ იქნება. მაგრამ ლატარიის ბილეთის მუღამიც მაქვს. მოდი ეს ბოლოს გავხსნათ, ბოლოს გადავფხიკოთ და ვნახოთ რამდენ ფულს მოვიგებთ ან წავაგებთ. პირველ რიგში დავიწყოთ კაპი პალპის დაგემოვნებით. კაპი პალპი საკმაოდ ცნობილი ბრენდია, ყველამ კარგად იცის. არ მგონია რომ ამის სასმელები რაღაც ცუდი იყოს, მაინც და მაინც, მაგრამ მოდი მაინც ვნახოთ. ეს ცოტა უცნაური შეზავებაა, იმიტომ რომ ბალი, რა ქვია ამას? მარწყვთან ერთად არის. სუნით რომ ვიმსჯელოთ, უკვე არ მომწონს. სუნი ცოტა მართლა ხელოვნურია ამისი, მაგრამ მარტო სუნით ვერ გავსაწყოთ. ორ კატეგორიად გავყოთ დღევანდელი ვიდეო რა. ვიყიდი, არ ვიყიდი. ესე ჯობია. შემთხვევით ბროწეულის ეს ხო არ არის და რაღაც სხვა შეეშალათ, იმიტომ რომ ძალიან მჟავე გემოსტოვებს და მარწყვის გემო თითქმის არ იგრძნობა. ერთხელ ვცადოთ კიდე. მაგრამ ცუდი გემო არ არის. მაგრამ კარგი გემოც არ არის ნამდვილად და ქუნქლები არიან აქ. და მაგჭოშენი. იმდენად ჟავე იყო პირდაპირ სასუნთქში გადამივიდა. არ ვიყიდი. მართლა ძალიან მჟავე გემო აქვს. არ მომეწონა, იმედები გამიცრუა და მოდი პირველი ნაგავი მართლა დამივარდაჩი. მოდი შემდეგ გავსინჯოთ შავი შოკოლადი. ზოგადად მეც დიდად მოყვარული არ ვარ შავი შოკოლადის, მირჩევნია თეთრი რძის შოკოლადს რაც ვეძახით. ეგ ჩემთვის უფრო გემრიელია. რაღა დაგიმალოთ და აი ესე გამოიყურება ჩვენი შავი შოკოლადი. ნუ შოკოლადია, ცოტა ყელს სვავს. ცუდი არა. აი ყავას და ნამაჭამე ხოლმე და ხვდები რატოს. აი ქუჩაში რო ვიყო და რაღაც მშიოდეს, ამას არ ვიყიდი მე. კაპი პალპი უფრო მჟავე იყო თუ ეს უფრო მჟავეა, ვერ გავიგე. ფუ, არ მომწონს. საერთოდ ეს შოკოლადი ჩემი სტილი, საერთოდ არ არის, არ მომწონს. კარგად იყოს. მოდი აქ დავთოთ. ჯერჯერობით 2-0-ს ვაგებთ. ცოტა კარგი რაღაცეებიც უნდა იყოს, მაგრამ ნუ ეხა ეს ორი რაღაცა რო აკდევს, უკვე ხვდებით რომ საკმაოდ კარგი რაღაცეები არის წინ, ამიტომ დიდად ავნერვილობ ჯერჯერობით. მოდი შემდეგი დავაგემოვნოთ მირინდა. ამის სახელი ვერაფრით ვერ დავმახსოვრ, ხან მირანდას ვეძახი, ხან მირინდას ვეძახი, ნუ ზოგადად არ ვყიდულობ. ვაჰ, შენ და ამ ინციდენტის მერე საერთოდ აღარ ვიყიდი. შენი ჩუსტი დამისველა. უკვე სუნი ვიგრძენი, იმდენი ამოისხა. როგორ დავლიო ეხა ეს რანაირად?
ესე ძალიან რო არ კაპდებოდეს. არა, ძალიან ხელოვნური გემო აქვს. ამას სულ ესეთი გემო ქონდა? ძალიან ხელოვნური გემოა. ფანტა რო გაფუჭდეს, აი ესეთი გემო ექნება ჩემი აზრით. აი ეგ გემო სხვანაირად ვერ ავხსნი. ანუ გაფუჭებული ფანტას გემო აქვს. საერთოდ არ არის ფანტასტიკური. არც ამას არ ვიყიდი. ძალიან ცუდად მივდივართ, მართლა კატასტროფულად მივდივართ. მოდი ფანტათი გავაგრძელოთ. დამიწესო ფორთოხლის ფანტა არ მიყვარს, მაგრამ ფორთოხლის ფანტა ობიექტურად არ არის ცუდი, ანუ ბევრს უყვარს და აი ამაზე ბევრის გამსმენია ნეგატიური კომენტარები. სხვათა შორის ესეც საკმაოდ დიდი ხანია არ დამიგემოვნებია და გემო თითქმის არ მახსოვს როგორი ქონდა. მოდი აბა ესეც თუ აკაპდება, ეხა გავტესტოთ პირველ რიგში. ეს რატო არ აკაპდა ეგრე მარტივად? იმიტომ რომ ნელა გავხსენი. ლოგიკური პასუხი იყო მართალ ბზანებით. გაგვიმარჯოს აბა, ჩემ გამომწერებს გამომარჯოს და ვინც ახლა არხს გამოიწერს, იმასაც გამომარჯოს. ამასაც მაგარი ხელოვნური გემო აქვს ჩვენში რო ვთქვათ, მაგრამ მირინდა Smiles Jobs. ორივე საკმაოდ ხელოვნური გემო აქვს და ორივე ძალიან ცუდია. ეს კიდე შეიძლება 1000-ში ერთხელ იყიდო. უბრალოდ რატო უნდა იყიდო მაგას ვერ ხვდები. შეიძლება იყიდო. რატო არ ვიცი. ორიგინალი ფანტა ამას მირჩევნია, მაგრამ ორივეს Sprite მირჩევნია და Sprite-საც Coca-Cola მირჩევნია, მაგრამ სუფრაზე რო იყოს და სხვა ვარიანტი მირინდასა და ამის შორის არჩევანი რომ მქონდეს, ამას ავირჩევდი დიდი ალბათობით. მოდი ეს პირველი გამარჯვებული მხარეს დავდოთ. აი აქეთ წავიღოთ ეს მარცხენა მხარეს გამარჯვებულები იქნება ბოლოს. ეს არის TikTok-ი. სხვათა შორის ძალიან იაფიღი და ეს ყველაფერი მგონი 25 ლარად ვიყიდე, ნუ Pringles არ ვთვლი. Hello Kitty-ს Hello TikTok-ი გავსინჯოთ ახლა. პირველ რიგში გახსნა უკვე არ მომწონს, იმიტომ რომ აი ნახეთ როგორიც ესეთი არ უნდა იყოს ჩემი აზრით. ყვითელია, ძალიან მოყვითალო ფერისაა. 3 წელი გავუშვათ? გავუშვათ. ეს ვინც გამოუშვა, იმის ხელებს დავა ძალიან ცუდია. ძირს დაიპნა და ექსი მარ შეჭამოს კაცო გამანებეთ. თუ ვინმე ფიქრობთ, რომ ბავშვი უკიდი გავახარებო, თქვენ ხართ მოძალადე და ბავშვი უნდა ჩამოგერთვათ. ლუისის შოკოლადი, ანუ ლუისის კაფე ხო არის და შოკოლადი გაეძრო. პირველი არის Slivochная Nuga. Я не знаю, что это значит. მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ ხედავ ჩემივე თავს გადაუთავნე, მაგარი ვარ. უკვე ძალიან ცუდი სუნი აქვს. დღეს რაღაც მართლა ძალიან ცუდი რაღაცები შემოთავაზეთ და შემდეგისთვის გთხოვთ კომენტარებში დატოვოთ თქვენი ფავორიტი სნაკები, რომელია რომ ის დავაგემოვნო. ოღონდ ცოტა ნაკლებად ცნობილი რა, ეხა Coca-Cola და Pringles-ებიო და ეგეთი არ გვინდა, ეხა ეგ ყველა მოვიცით ისედაც, მაგრამ ჯერ მარტო შოკოლადი როგორ დადნა ნახეთ. კაი, ღმერთო, გადამარჩინე. ეს პლიტკა არ არის. შოკოლადის ფილე არ არის ეს. კამფეტია ღმერთს ფიცა. თუ რამეს ვამეტებდე, აი არ ვიცი. პირში იზედნება კამფეტია. ძალიან ცუდადაა ჩვენ საქმე. რა მივაყოლო ეხა რით გავიმშრალო პირი. იმედია ლუისის ეს ვარიანტი გამოასწორებს იმას. ძალიან ცუდი იყო. ხო შეიძლება თქვათ, რომ აი ივა იტყვევა. ეს რა არის? ეს ტუალეტში რომ ხვდება ხოლმე გული მიმდის და ეს რა არის? ანუ ეს უნდა ჩავიდო პირში? სხვათა შორის ამას დამიწერეს ძალიან ხელოვნურიაო, გეთანხმები. პირში ფაფა ხდება. კბილმეკია. ძალიან ცუდია. ეს არის Lycom's ლარიანი კრუასანი. 90 თეთრი ღირსულ. გეხვეწებ ღმერთს ეს მაინც იყოს კარგი. ამას არ შევჭამ. ჩემ მანქანას მეთანხმება, მე შევჭამ. არა, იმასაც არ შევაჭმო, შანსი არა. ღმერთო გევედრები ეს მაინც იყოს კარგი. ეს არის აი ლოვიტა? როშენის ლოვიტა ალბათ. სხვათა შორის კაი შეფუთვაშია. ნორმალური შეფუთვა. ეს ცოტა მყარი მეგონა უფრო. მაგრამ არ არის მყარი. ბულკივითაა. გონი გაფუჭებულია. აი გაფუჭებულ ჯემს ჭამ ეგეთი გზნობა მაქვს. რა დავაშავე? ვიდი დავუმზაყურო ესეთი ნაგავი. დღეს შეიძლება ვარწყიო აქ. შემდეგ კომენტარი იყო ესეთი.
პრინგელსი არ მიყვარს, ოღონდ კლასიკიო ის მეორადი რო არისო და მეორადი პრინგელსი ანუ ალბათ ეს იგულისხმა. სხვა ესეთი პრინგელსი არ მიყვარს, გახსნილი. ალბათ ეს არის მეორადი პრინგელსი. სხვა ვერ მივხვდი, მაგ კომენტარს ვერ მივხვდი, მე არ მომთხოვოთ. წარე პრინგელსი მაგრამ ევასება, ძალიან გემრიელია. და ეხა იმდენი ნაგავიჭამე, გული ამერევა უეჭველი ვიცი, მაგრამ დავიკიდოთ თან ბევრი უნდა ჭამო რა პრინგელს თუ ჭამ. ყორულა და ასე მეკავება მთელი ვიდეო. მასაკია დავიღა. პრინგელსი არის მეფე. პრინგელსი რო სასწაულია მაგაზე მგონი თან ხვდებით, იმიტომ რომ 12 ლარი ღირს და უნდა იყოს კიდევაც და ეჭვი არავის გვეპარება მაგაში. რაც შეეხება ლუქს. ეს ღირს დაახლოებით 4 ლარი თუ სწორად მახსოვს და არის უგემრიელესი და ამას რატო არ მოგწონთ? არ ვიცი, ძალიან გემრიელი ჩიფსია. ვა, სუნი აღარ მომწონს, რაღაც დიდი ხანი გავიდა აღარ. მიყიდია. ძალიან გემრიელი ჩიფსია. მაგრამ მევასება. ეს ორი იყო დღევანდელი ვიდეოს მხსნელი. სასწაულად გემრიელი. უყურეთ ახლა რა ხდება. თუ პრინგელსი გიყვართ, გამოიწერეთ არხი. თუ ლეისი გიყვართ, დალაიქეთ ვიდეო. აბა ვნახოთ რომელი უფრო მოგწონთ. საინტერესოა. აუ რა ჩავარტყით ჩემი. ბოლო ორმა გადაფარა ეს კვერცხობები, მართლა. და ბოლო გმირზეც გადავედით. ეს არის ჰელი ჯოჯოხეთიდან. ფუ რა ამას რა გასმე, ანუ მართლა უკვე არ მომწონს, ანუ მე არ მომწონს, თორე ბევრი სვავს. ჩემ ოჯახში სვავენ, კაცო, აი ბევრი, მართლა ძალიან ბევრი სვავს და აი არაფრისთვის კარგი არ არის ენერგეტიკული სასმელი. ენერგიაზე მოყავ ხარ, აი რა ენერგიაზე მოყავ ხარ რა. ღმერთო მაპატიე ცოდვა. ვა. აი გემო აქვს ბიჭო. არა აქვს ცუდი გემო, რა სიძახი. სუნი ძალიან ხელოვნური აქვს, მაგრამ გემო არა აქვს ცუდი. მე ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე არც მესმევა ეს და ამას ის დავამატოთ, რომ ზოგადად მომხრეა, რომ პირადად მე ენერგეტიკულის მით უმეტეს ყოველდღიურად მიღების და არასრულწლოვანებისთვის, ანუ თუ არასრულწლოვანი ხართ, ეს არ დალიოთ, ჩემი თხოვნა ეგ არის. 18 პლუსი ან კაი ჯანდაბ 16 პლუსი მიდი უბერე რა, იმიტომ რომ აღარ დაგიშავებს არაფერს, მაგრამ 14 წლის ბავშვებს ამით რო ხედავთ, ცოტა გული მწყდება სიმართლე გითხრათ რა. ჯამში არ არის ცუდი პროდუქტი, ვიღაცას შეიძლება მოწონს და ოკეი, მისაღები პროდუქტია, გემო ნორმალური აქვს. არ ველოდი ესეთ კარგს, მართლა არ ველოდი, კარგი იყო. მოდი ახლა ეს გადავხიკოთ. ხეებს დავიბან. აბა ვნახოთ ხურდა თუ მიგდია მანქანაში. წესით უნდა ეგდოს. უი, ხურდა კი ან ნაბეღლავი მიგდია. 5 თეთრიანით უნდა გადავხიკო. და მოვიგო. აბა ვნახოთ. ჩვენ გვჭირდება ოაზისი. ჩვენ წავაგეთ. ეკიდე მიხარო და შეიძლება რამე მოვიგო მეთქი წადიში. კარგი ვიდეო გამოგვივიდა, ბევრი ნაგავი უჭამე. ღმერთმა შემარგოს, ნაბეღლავი შემარგოს, იმიტომ რომ ესე ყველაფერი უნდა ჩავწმინდო როგორმე. მიყვარს ნაბეღლავი. სპონსორს ვეჩაილჩები ახლა ხო ხდებით რა. 1-მა 2-მა და 3-მა მოწონება დაიმსახურა და მე-4 და რაც შეეხება მარჯვნივ ყველაფერი იყო ნაგავი. კატასტროფა, ბავშვ არაკადროთ არ უყიდოთ, თქვენ არ იყიდოთ, არაფერი, გადააგდეთ ეს ყოველივე, თქვენ იყავით კარგად. მადლობა რომ მიყურებდით, დაგვაღამდა ამასობაში. ხო, შემდეგ ვიდეოში ალბათ დავაგემოვნებ ყველაზე მეტად რაც გიყვართ თქვენ იმ სნეკებს, სასმელებს, საჭმელს, ასე შემდეგ. დატოვეთ კომენტარებში თქვენთვის ყველაზე ფავორიტი სასუსნაოები და მაგის განხილვას გადავიღებ. მადლობა რომ მიყურებდით, თქვენთან იყო ივანე და დროებით გემშვიდობებით. წავედი, ხო არ წყილო თუ დამერხება.